გერმანულ პოლიტიკაში დიდი სკანდალია თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე ერთმანეთის მიყოლებით გარდაცვლილი იპოვეს 16 პოლიტიკოსი. მათგან 7 პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის წევრია. ეს სწორედ ის ოპოზიციური პარტია, რომელიც ცოტა ხნის წინ მეორე ადგილზე გავიდა და 151 მანდატი მოიპოვა ბუნდესტაგში. ამჟამად კი ლიდერია გამოკითხვებით გერმანიის მთელ პოლიტიკურ სპექტრში. ფაქტს უკვე მოყვა არაერთი ჭორი და საფუძვლიანი ეჭვი. გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ 16-დან მხოლოდ ერთმა ჩაიდინა სუიციდი. თუმცა ეს პასუხები არ აკმაყოფილებს მედიას, მათ შორის შეერთებულ შტატებში. პოლიტიკოსთა მასობრივ გარდაცვალებაზე კითხვები აქვთ გამომძიებელ ჟურნალისტებს და ვარაუდობენ, რომ 16 პოლიტიკოსის ერთდროული სიკვდილის შემთხვევითობა არ არის. ვოლფგანგ სეიცი, რალფ ლანგე, რენე ჰერფორტი, პატრიკ დიეცე და კიდევ 12 პოლიტიკოსი. გერმანულ საარჩევნო ბიულეტენზე დატანილი სახელები და გვარები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. მას შემდეგ მოექცა, რაც გაირკვა, რომ თითოეული მათგანი ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დაღუპულთაგან 7 პირი რაინ-ვესტფალიაში ადგილობრივ არჩევნებზე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის წარმოადგენდა. ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრების გარდაცვალებამ ეჭვი გააჩინა, რომ მომხდარი შემთხვევითი არ ყოფილა და გერმანიის წამყვანი ჩრდილოვანი ძალები პოლიტიკურ ჯგუფთან ბრძოლის სასტიკ ფორმას მიმართავენ. ალტერნატივა გერმანიისთვის ახლა დეტალური გამოძიების მოლოდინშია და საკითხის ინდივიდუალურად მოკვლევასაც არ გამორიცხავს. თანამოგზნობთ დაღუპულთა ოჯახებს და ძალიან დიდ წუხილს გამოვთქვამთ მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ ალტერნატივა გერმანიისთვის ყოველთვის ვამბობთ, ნდობა კარგია, თუმცა კონტროლი უკეთესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დეტალურად უნდა გამოვკითხოთ გარდაცვლილ პირთა ახლობლები და ნათესავები. მივიღოთ კონკრეტული ინფორმაცია გარდაცვალებამდე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შემდეგ გადავიდეთ მოქმედებაზე. მომხდარზე ვრცელი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანს. ალის ვაიდელი მხოლოდ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ანალიტიკოსის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და მის მოსაზრებას დაეთანხმა. მუნიციპალური არჩევნების წინ ბუნებრივად გარდაიცვალა პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის რამდენიმე კანდიდატი, რაც სტატისტიკურად თითქმის შეუძლებელია. ჩვენი რამდენიმე კანდიდატი გარდაიცვალა. გერმანიაში პოლიტიკოსების მოულოდნელი გარდაცვალების საკითხი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც განიხილება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ანალიტიკოსები და ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტები პარალელს მსოფლიოში უკვე მომხდარ მსგავს შემთხვევებთან, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობასთან ავლებენ. ვაშინგტონში ამბობენ, რომ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებული ეგრეთ წოდებული სიკვდილის კამპანიის მიღმა ჩრდილოვანი ძალები დგანან, რომლებიც მსოფლიოში სუვერენული და კონსერვატიული იდეოლოგიის გავრცელებას ეწინააღმდეგებიან. პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის რამდენიმე კანდიდატი მოულოდნელად გარდაიცვალა. მნიშვნელოვანი სახელმწიფო არჩევნების წინ ისინი იგებდნენ ამ მნიშვნელოვან სახელმწიფო რეგიონულ არჩევნებს. ძალები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან, დაიწყებენ ხალხის მოკლას. მათ უკვე დაჭრეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, დააპატიმრეს მარინ ლე-პენი, გააუქმეს არჩევნები რუმინეთში და დააკავეს არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული პირი. ახლა კი უეცრად ეს ხალხი ერთსა და იმავე სახელმწიფოში კვდება. 16 კანდიდატის გარდაცვალებაში საეჭვო გარემოება საგამოძიებო უწყებამ ჯერ ვერ დაადგინა. გერმანიის პოლიცია ახლა მხოლოდ იმას ამბობს, რომ 16-ვე პირი ბუნებრივი მიზეზით გარდაიცვალა. კონსერვატიული საზოგადოება ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და მომხდარს პარტია ალტერნატივა გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს.